დღეს დიდი დღე არის, დიდი ზეიმია ეკლესიაში. ხარება არის. რა არის ხარება? ეს არის კეთილი უწყება, რომელიც ზეციდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოუტანა ანგელოზმა, მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა. ჩვენი მკურთხეულ წუთებს ვიხსენებთ, რადგან ეს არის ჟამი, ანუ დრო, დასაბამი ჩვენი გამოხსნის. აქედან იწყება ადამიანის გამოხსნა. გამოხსნილი არ იყო კაცობრიობა, ექვემდებარებოდა სიკვდილს, ჯოჯოხეთს ექვემდებარებოდა ადამიანი. არავის შეეძლო, რომ სასუფეველში შესულიყო, 64-ის კარი გაეყო. მართლია ცხოვრობდა თუ არა მართლია, ყველანი იყო კერძი და შვილი ჯოჯოხეთისა. ხსნა სჭირდებოდა კაცობრიობას, გადარჩენა სჭირდებოდა. და ის სისავსის დრო დადგა, გამოხსნის დრო დადგა და საჭირო იყო, რომ ღმერთი განკაცებულიყო, ვინც ადამიანს იხსნიდა, უსხეულო და უხორცო ღმერთი უნდა მოსულიყო. ვისი ტახტიც მამები ამბობენ ზეცაო და დასადგმელი ფეხისა კიდევ მიწაო. და ამისთვის საჭირო იყო საშუალება, რომ ღმერთი განკაცებულიყო და ღვთისმშობელი მოიძიეს, რომელიც კარიბჭეთ იქცა, რის საშუალებითაც ღმერთი სამყაროში შემოვიდა. სიწმინდით და სიკეთით აღსავსე იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. და სად იპოვეს ღვთისმშობელი? ტაძარში იპოვეს, სოლომონის ტაძარში იპოვეს, ძველი აღთქმის ერთადერთ ტაძარში, წმინდათა წმინდათაში იზრდებოდა, სადაც წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი. იცით, რომ მისმა მშობლებმა 3 წლისა შესწირეს უფალ ღმერთს. 12 წელი ტაძარში იზრდებოდა ღვთისმშობელი. ანგელოზები ეცხადებოდნენ. წმინდა წერილს კითხულობდა მარადის, ლოცულობდა და ხელს აკვებდა. მისი ცხოვრება ეს იყო, ლოცვა, წმინდა წერილი და ხელსაქმე. ასე იზრდებოდა ღვთისმშობელი. და მოდის ანგელოზი და სამყარო რო იქმნება, სანამ აი ამის შესახებ იტყოდეთ, პირველად ანგელოზს ქმნის უფალი. ესე წერია ბიბლიის პირველ წიგნში, დაბადების წიგნს იტყვიან. დასაბამიდან ღმერთმა ქნა ცანი და ქვეყანა. აი ცეფშიო მამები განმარტავენ, უხორცო ანგელოზები იგულისხმებიან. ანუ სამყაროს დასაწყისში ანგელოზები გამოჩნდნენ და ეხლა ახალი ერა იწყება, ახალი ისტორია იწყება, ახალი სამყარო იქმნება. ქრისტეს მერე ახალი სამყარო არა, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმის სამყარო. და აქაც პირველი ანგელოზი გამოჩნდა როგორც მაშინ და ჩამოვიდა მთავარ ანგელოზი გაბრიელი ღვთისმშობელთან და ღვთისმშობელი უკვე სად იყო? ტაძარში აღარ იყო, რადგან სრულ ასაკს იყო მიღწეულ და წესი იყო ასეთი, დედათა მოდგმიდან სისრულეში თუ შევიდოდა ადამიანი, ის უკვე ვეღარ შევიდოდა სიწმინდეში, წმინდათა წმინდათაში. და ღვთისმშობელმა განუცხადა, როცა გათხოვება და ხორცინება მოისურვეს მისი, რომ ქალწულების აღთქმა ქონდა, უნდოდა რომ ღმერთს შეწიროდა და გაუგონარი იყო ეს მათთვის. ყველა ქორწინდებოდა და ყველა თხოვდებოდა და ვერაფერი მოუხერხეს ამ აღთქმას, იმიტომ რომ ვერ შეცვლიდნენ, ღმერთს რას ეტყოდნენ. და არც ქალწულის ყოფნა შეიძლებოდა ტაძარში, იმიტომ რომ ქალი სრულ ასაკს მიაღწევდა. და მაშინო დადგა დრო ტაძრის განახლებისა. მაკაბელებმა დააწესეს ეს დღესასწაული და ჩამოვიდნენ იუდევლები იერუსალიმში. მთელი იაკობის 12 ტომი იკრიბებოდა სალოცავად ღვთისადიდებლად და ნიშანი მიიღეს, რომ იუდეველთა მამაკაცების კვერთხები აიღეს, ამ მსხვერპლოზე დადეს და ღმერთს თხოვეს, რომ ნიშანი მოგვეციო, როგორ მოვიქცეთ, ვერც ქალწულის აღთქმას დავარღვევთ და ვერც ტაძარში დავტოვებთ და ვერც გაუთხოვარს. და მაშინ უკვე 80 წელს იყო იოსები მიტანებული და უფალმა მიანიშნა მის კვერთხზე, რითი განედლდა
და ტრედი მოფრინდა და დააჯდა ამ კვერთხზე და მიხვდნენ რომ გარედნულად ქვარი იქნებოდა ადამიანის თვალთა წინაშე, მაგრამ თან აღთქმასაც გაუფრთხილდებოდნენ და 4 თვე ცხოვრობდა ოვლაწმინდა ღვთისმშობელი მართალი იოსების სახლში და ტაძრად აქცია ეს სახლიო მარადის ლოცვაში ატარებდა და წმინდა წერილის კითხვაში და განსაკუთრებით უყვარდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნის კითხვაო და ესაია წინასწარმეტყველს ეძახის ეკლესია მეხუთე מחარებელს და ვინ იყვნენ ეს מחარებელი ვინც გვახარეს ქრისტე მათე მარკოზი ლუკა და იოანე და ძველი აღთქმის מחარებელი იყო ყველაზე მეტი წინასწარმეტყველება ქრისტეზე განკაცებულ ღმერთზე მან თქვა აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ზედა უწოდიან სახელი მისი ემანუილო მანი წინასწარმეტყველდა ღვთისმშობელი ამ ადგილს რომ წაიკითხავდაო ნაწინასწარმეტყველს რომ ქალწულმა უნდა შვასზე ხსნელი კაცობრიობისა ნატრობდაო მისი მსახური მაინც ვიყო ისეთი თამდაბლობა ქონდა კი არა მომდა ნეტამე ვიყო ამ ქალწულის სახური მაინც იყო და შუაღამე იდგა როგორც ამბობენ ეკლესიის წმინდა მამები და დიდმა ნათელმა დაჩრდილა ღვთისმშობელი და ამ ნათელში გამოჩნდა გაბრიელ მთავარანგელოზი სიხარულის მაუწყებელი სიხარული მოგიტანოთ უფალმა წმინდა გაბრიელმა გახაროთ თქვენს სიხარული და მან აუწყდა რომ ის იქნებოდა დედა გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთან არის ურთხე უხარ შენ დედათა შორისო შეძრწუნდა ღვთისმშობელი ამ სიტყვებზე ზოგს გონია რომ ანგელოზის ხილვამ შეაწწუნა არა ანგელოზი მისთვის ნაცნობი იყო იოანე ნათლისმცემლის მამას იქამდე 6 თვის წინ გამოეცხა და გაბრიელ მთავარანგელოზი და რო აუწყა რომ აი მოხუცებულ შვილი ეყოლებოდა ის შეშინდა წრწოლა მოიწო და აქ ღვთისმშობელი შეძრწუნდა არა ანგელოზის ხილვაზე არამედ იმ უწყებაზე რომ ის დედა გახდებოდა როგორ მამაკაცი არ ვიციო უბიძო და წმინდა იყო და ეს წარმოუდგენელი იყო და ანგელოზი აუწყებს რომ ღვთისაგან შეუძლებელი არაფერია და ეუბნება რომ სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ ამის ახსნა ამის გაგება ადამიანის გონებისთვის ეს არის შეუძლებელი სული წმინდის მადლმა დასჭირდა ღვთისმშობელი და რა თქვა ღვთისმშობელი აი ადამიანის თავისუფალი ნება არ ილახება მას რო არ მოენდობებოდა ის არ გახდებოდა ხსნელის დედა ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა ყველაფერში თვითონ ირჩევს ადამიანი ღმერთს სიკეთეს სიწმინდეს სიმართლეს ან ეშმაკს უწმინდურობასა და წარწმედას და ამ ხევალი ღვთისაო ვინ იყვნენ ხევლები ვისი სიცოცხლეც და ვისი თავისუფალი ნება სხვას ებარა ანუ ღვთისმშობელი ამბობს რომ ჩემი სიცოცხლე ჩემი თავისუფალი ნება ღმერთისთვის მიმიცია აი რა საოცარი არის ეს და მასში ჩაისახა ზეგარდამო მაცხოვარი და ძე ღვთისა ძე კაცისაც იქცა ღვთისმშობლის ძეთ იქცა ევამ ურჩმა მოუთმენელმა რომელმან აკრძალული ნაყოფი მიიღო შვა ძე რომელიც მკვლელი გახდა კაენი და ღვთისმშობელი საოცარი ასკეტი იყო საოცარი მლოცველი მარხველი სიწმინდის დამარხველი და მან კაცობრიობის ხსნელი ქრისტეს შვა აი ეს გვიხარია ამას ვზეიმობთ რომ ჩვენი გამოხსნა დაიწყო რომ კაცობრიობის გამოხსნა დაიწყო იმით რომ ანგელოზმა მოიტანა უწყება რომ აღთქმული მესია ჯერ კიდევ 64-ში რომ აღუთქვა რომ მოვიდოდა მესია დედაკაცისაგან შობელი დაიბადებოდა ის იბადება აი ეს სიხარული და ეს დიდების დღეებია და შეგეწიოთ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი თქვენა და სრულიად საქართველოს საქრისტიანოს მარადის სიხარული იყოს ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ეკლესიაში ჩვენი მრევლის გულებში
ღვთაებრივი სიხარულით გაიხარეთ, ორთავ სოფელში გაიხარეთ და ვეცადოთ, რომ ჩვენს ღვთისმშობელი რაღაცით გავახაროთ. რითი უნდა გაახაროს, რა სჭირდება ღვთისმშობელს, სამყაროს დამბალდებელის დედა, სამყაროს შექმნა ღმერთმა და რა სჭირდება ღვთისმშობელს. სიწმინდე სჭირდება ჩვენი, სიმართლე და სიკეთე, სიყვარული სჭირდება, რომ მისი ძე გვიყვარდეს და ჯვარს არ ვაცმევდეს და არ დავაყონო ღვთისმშობელი. აი ეს სჭირდება ღვთისმშობელი. შეგვეძლებინა სამხარება დღეს, რომ გაბრიელ მთავარანგელოს გავდეს, რომელიც სიხარულის უწყებას მიუტანს ღვთისმშობელს. და ეს უწყება თქვენც მოგიტანოთ გაბრიელ მთავარანგელოსმა სიხარულისა და გადარჩენისამე. მადლი უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენთანა, ყოველთა თანა. ამინ. მრავალ ხარებას და ეს არის შეგეწიოთ ხარების მალდი თქვენა და საქართველოს. ამინ. შეგახსენებთ, რომ ხვალ ოთხშაბათია, დიდი ოთხშაბათია და იქნება ლოცვები, რადგან დიდი ხუთშაბათი გველოდება, როცა მაცხოვრმა თავისი მოწაფეები აზიარა თავის წმენდა სისა და ხორცსა და ვინც ქრისტეს აკუთვნებს თავს ამ დღეს ყველა ეზიარება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ჩვენთან არც ღმერთს.